მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემა მედიცინა შენს ენაზე. სპორტული მედიცინა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული სფეროა, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, დაწყებული ტრამვების პრევენციიდან დამთავრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. დღეს ჩვენი გადაცემიდან გაიგებთ თუ რა დგას წარმატებული სპორტსმენების უკან და როგორია საქართველოს ნაკრების სამედიცინო გუნდის ყოველდღიური გამოწვევები. სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი ბატონი დავით ხარაბაძე. მოგესალმებით ბატონო დავით და ძალიან სასიამოვნოა რომ დრო გამოგვიყავით ამ მნიშვნელოვანი თამაშების წინ რომ ამ თემებზე გვესაუბრო. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მსგავს გადაცემებში, რადგან ეს მსგავსი ტიპის გადაცემები ემსახურება ზუსტად ცნობიერების ამაღლებას ამათ იმ სფეროში და განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც მე წარმოვადგენ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ახლა კი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ ნაწილზე და დავიწყებ პირველი კითხვით. პირველ რიგში მინდა რომ ზოგადად მივიხვილოთ და მაყურებელს გავუმარტოთ თუ რას მოიცავს სპორტული მედიცინა და რა საქმიანობას ეწევა ამ სფეროში მოღვაწე ექიმი. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. სპორტული მედიცინა ერთი შეხედვით თითქოს ძალიან პატარა ვიწრო სპეციალიზაცია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მცდარი შეხედულება იყო ამ კუთხით. სპორტული მედიცინა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არის მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი დარგი და რატომ ამაზეც მოგვიანებით შემიძლია მოგახსენოთ. სპორტული მედიცინა მოიცავს ექიმისა და მისი სამედიცინო სტაფის, მათ შორის ფიზიოთერაპევტები იქნება, მანუალური თერაპევტები იქნება, ნუტრიციოლოგები იქნება, მასაჟისტები იქნება, ამ მთელი დიდი კოლექტივის, ასე ვთქვათ, ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას, რაც საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ ემსახურება ფეხბურთელის თუ სხვადასხვა სპორტსმენის ჩამრთელობას, ეს იქნება ინდივიდუალური სპორტი თუ ეს იქნება გუნდური სპორტი და მისი მიზანი რა არის? მისი მიზანი არის სამი მთავარი მიზანი აქვს, ეს არის ტრამვების პრევენცია, რომ ესა თუ ის ტრამვა ავიცილოთ თავიდან შეძლების დაგვარად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უკვე დამდგარი ტრამვის მკურნალობა და მისი ყველაზე მთავარი და ყველაზე რთული მომენტი მინდა ვეტყოდი, ეს არის ფეხბურთელის დაბრუნება, უკვე ფეხბურთელი იქნება სპორტსმენის დაბრუნება უკვე უშუალოდ სპორტში, ანუ მისი რეაბილიტაცია. ეს სამი ეტაპი არის მთავარი, მოკლედ ამ სპორტული მედიცინის კუთხით. ამას ემატება შემდეგ უკვე აღდგენითი თერაპიები, ემატება კვება, დღის რეჟიმი და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი მომენტი მაინც ეს არის სწორი დიაგნოსტიკა, პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია სწორი და სრული. როგორია თანამედროვე სტრატეგიები სპორტსმენებში ტრამვების პრევენციის მხრივ და როგორ განსხვავდება და თუ განსხვავდება ეს ფეხბურთელებსა და სხვა სპორტსმენებში? კი, განსხვავდება იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა, ხა ძირითადად თეზისები ერთნაირია, მაგრამ განსხვავდება იმ კუთხით, რომ ფეხბურთის უმაღლესი ორგანო FIFA და UEFA ბოლო წლებია, განსაკუთრებით ბოლო 10 წლებია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ კონკრეტულად ტრამვების პრევენციას, იმიტომ რომ მოიხსენებათ FIFA-ში და UEFA-ში არის სამედიცინო დეპარტამენტი, რომელიც ძალიან გაიზარდა, ეს ბოლო 10 წლეულია და ეს დეპარტამენტები უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ 2 წელიწადში FIFA ცალკე და UEFA ცალკე ატარებს ნაკრების ექიმებისთვის კონგრესებს, სემინარებს და ასე შემდეგ და დაახლოებით სადღაც 8-9 წელია FIFA-მ და UEFA-მ შეიმუშავა უკვე თავიანთი კონკრეტული პრევენციის პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც ტუტორების საშუალებით გაეცნო თითქმის ყველა ფეხბურთის ფედერაციას და ვისაც სურვილი ჰქონდა შეუერთდა მას, მაგალითად 11+ პროგრამა არის ესეთი, რომელიც გულისხმობს ზუსტად ბავშვთა ასაკში და მოზრდილებში უკვე ტრამვების პრევენციას და აი ეს პრევენციის მეთოდები, რომელიც FIFA-ს მიერ იქნა რეკომენდირებული და დანერგილი, სადღაც კვირაში 2 დღე უთმობენ კლუბები იქნება თუ გუნდები და მთელი რიგი ტრამვები, მათ შორის როგორც არის კოჭვის ასეს ტრამვა, ჰამსტრინგების ტრამვები, მუხლის, წინაჯვარედინიოგი, პროცენტები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საგრძნობლად არის შემცირებული და აი ამ დასკვნამდე, ამის საჭიროებამდე მივიდნენ რატო? იმიტომ რომ ძალიან
მომრავლდა, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ესა თუ ის ტრამვები, რატო? იმიტომ რომ ფეხბურთში ინტენსივობა გაიზარდა, სისწრაფე გაიზარდა, დატვირთვები გაიზარდება, რაც მთავარია გაიზარდა რა, უფრო მეტ თამაშობენ. ანუ კვირაში თუ გადავხედავთ სადღაც 20-25 წლის წინათ იყო სადღაც მაქსიმუმ 2 თამაში, ახლა შეიძლება კვირაში გავდიც რომ 4 თამაში ითამაშონ. ამაზე რა თქმა უნდა, ბჭყალებში წუწუნებენ ახლა უკვე როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები, კლუბის მესვეურები, უკვე ესე ტენდენცია მოდის რომ ძალიან გადატვირთული კალენდარია, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ესე მოითხოვს და ესე არის და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელშეწყობა ჭირდება. რამდენად დიდ როლს თამაშობს ინდივიდუალური, ასე რომ ვთქვათ, მონაცემების ანალიზი, ფიზიოლოგიური მონაცემების ანალიზი ფეხბურთელებში და როგორ ხდება კონკრეტული, ასე რომ ვთქვათ, რეკომენდაციების მორგება თითოეულ ფეხბურთელზე, რადგან ყველა განსხვავდება, რა თქმა უნდა. კი, ну თავიდან პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ ინდივიდუალური სანამ ვიტყვი, არის რომ აი რუტინა არის, პირდაპირ მითითება რუტინა, წესი, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ფეხბურთელის ყოფა, რომ UEFA-ს რეკომენდაციით, სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით წელიწადში 2 ჯერ მინიმუმ უნდა ჩატარდეს სრული სამედიცინო შემოწმება. ამის გარეშე ფეხბურთელს უბრალოდ ვერ დაარეგისტრირებ დღეს, ვერც ერთ კლუბში. ანუ თუ სამედიცინო დაწესებულებიდან სრული დასკვნა არ აქვს, რომ პირდაპირ იწერება ფეხბურთელი დაშვებულია ვარჯიშზე თავისუფალ რეჟიმში. თუ ეს დასკვნა არ გაქვს, რა თქმა უნდა, მის გამოკვლევების შედეგად, თამაშობა ისე უბრალოდ ვერც ერთი ქვეყნის ფედერაცია ფეხბურთელს ვერ დაარეგისტრირებს და ეს ფეხბურთელი ვერ იქნება ამა თუ იმ შეჯიბრზე, ასე ვთქვათ, დაშვებული. მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად ამისა, მაინც ხდება შემთხვევები და მათ შორის ფატალური შემთხვევებიც ამ კუთხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამ ყველაფრის გათვალისწინება და მეორე, რაც შეეხება მთავარ კითხვას, რომ ინდივიდუალური მედგომა როგორია, რა თქმა უნდა, ყველა გუნდური სახეობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა, მათ შორის იმ კუთხით, რა კუთხითაც დავუშვათ, იმ რუტინული გამოკვლევის შედეგად ჭირდება. მაგალითად, მე პირადად ჩემ გამოცდილებაში მქონია რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელზე დავუშვათ ამ რეგისტრაციაზე გვითქვამს უარი, იმიტომ რომ სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოაჩნდა ისეთი დარღვევები, რომლებიც შეუთავსებელი იყო, ასე ვთქვათ, დატვირთვასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დიდი რუტინული გამოკვლევების შედეგ და ყველას გამოკვლევა რო ჩატარდა, ამის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასე ვთქვათ, ბჭყალებში მისი დატვირთვა იყო წინააღმდეგი ნაჩვენები. რა თქმა უნდა, მე შეიძლება ფეხბურთელი მივიდეს სადღაც სხვა კლუბში, სხვა ქვეყნის კლუბში და იქ შეამოწმო და უთხრან, რომ კი შეგვიძლია, მაგრამ ნუ ჩვენი მონაცემებით ესე იყო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. თქვენ ახსენეთ FIFA-ს და UEFA-ს რეგულაციები. ხშირად გვახსოვს, უფრო მეტად ადრე გვახსოვს თუ ხდებოდა შუა თამაშის მიმდინარეობის დროს კოლაფსები და ფატალური შემთხვევებიც კი. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ეს ყველაფერი ეს წესები თუ მანამდეც იყო და უფრო მეტად ყურადღება ახლა იქცევა? ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ესე ძალიან სკრუპულოზული, ძალიან ღრმა და ძალიან დეტალური გამოკვლევები, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ იწყება, რაც პრობლემას ნახავ. ხო და როდესაც ნახეს, რომ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა, ამის მერე რა თქმა უნდა გამკაცრდა ეს ყველაფერი და ესეთი მოკლედ ესეთი მოვლენაა რა, საერთოდ როდესაც რაიმეს ნახავ სტატისტიკურად გაქვს ნებისმიერ სფეროში, ამის მერე იწყებ მის, ასე ვთქვათ, მოგვარებას და ეხლა ძალიან გამკაცრებულია ამ კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ხდება, ანუ არ არსებობს გარანტია იმისა, აი ყველაზე ჭყალებში ცუდი მომენტი აქ ეს არის, რომ რაც არ უნდა სამედიცინო შემოწმებაზე, რაც არ უნდა აი უჯრედულ დონეზე გამოიკვლიო 100%-იანი გულისხმობ თორე რა თქმა უნდა, 100%-იანი გარანტია იმისა, რომ რაიმე არ მოხდება, მაინც რა თქმა უნდა არ არსებობს. აი ეს გინდა ტრავმების პრევენციის კუთხით ავიღოთ და გინდა სხვა კუთხით. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ გახსენდებათ ისეთი მომენტი, როდესაც სწრაფმა დროულმა შესაძლოა აი წამებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნა. ხო, კი, სხვათა შორის იყო ესეთი შემთხვევა, დინამო თბილისი მივფრინავდით გეგმიურ შეკრებაზე, წინასაზეიმო შეკრებაზე ანტალიაში და სტამბული
იტალიის რეისზე ერთ-ერთმა ხანში შესულმა ადამიანმა, მამაკაცმა გააჩერა გული. პირდაპირ ჰაერში ვიყავით, სადღაც 40 წუთამდე იყო დარჩენილი ჩასვლამდე, სულ 1 საათიანი რეისია იქ და გააჩერა გული და სხვათა შორის ხო, იმ წუთში რა თქმა უნდა რეაგირება მქონდა მე და იმ წუთში როგორც კი ვნახე, რომ პულსი არ იყო, საერთოდ გამოცდილი ექიმი როდის დაიწყოს უკვე ეს ღონისძიება, გულფილტვის რეანიმაცია, სადღაც მაქსიმუმ ალბათ 8 წამში ამას უკვე ყველაფერი მონაცემი უნდა გქონდეს და ნუ რა თქმა უნდა საბედნიერო ძალიან ახლოს იყო ჩემგან ერეფანში და როგორც კი დავინახე, იგივე დავიწყოთ ეს ღონისძიებები და ძალიან მომეხმარა სხვათა შორის თვითონ თვითმფრინავის პერსონაჟი, რომელიც დატრენინგებული იყო ამ კუთხით და ალბათ მანდაც უდევთ რუტინაში, მაგათ რომ ყველა ასე ვთქვათ სტიუარდესა იქნება ბორტგამცილებელი და ტრენინგებული იყო და ძალიან მომეხმარა და 40 წუთის განმავლობაში ვაკეთებდით სანამ არ დააჯდა თვითმფრინავი, ვაკეთებდით გულფილტვის რეანიმაციას და მე უცებ ამბულანსიც მოვიდა და ამბულანსით გადაიყვანეს და მე როგორც გვითხრეს ყველაფერი დადებითად დამთავრდა იმედია არ ვიცი. რა თქმა უნდა, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს სწრაფი რეაგირება თქონდა განვითარებული. სხვათა შორის ამ კუთხით ზუსტად ამის შემდეგ ჩვენთან საქართველოშიც ეს UEFA-ს ტრეინინგები დაიწყო და ყოველწლიურად ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ტარდება, ასე ვთქვათ, ყოველწლიურად ყველა საქართველოში ვინც არის საფეხბურთო კლუბი, ოღონდ აი ეს ტარდება კონკრეტულად ფეხბურთში. საფეხბურთო კლუბი ვინც არის, ეს იქნება უმაღლესი ლიგა, ეს იქნება პირველი ლიგა თუ მეორე ლიგა თუ ეს იქნება ფუტზალი, ქალთა ფეხბურთი, ყველას ექიმების ტრეინინგი ტარდება ყოველწლიურად, სადაც ახალი მეთოდები აი ამ კუთხით პირველად სამეცნიერო დახმარების კუთხით და სხვა ძალიან სერიოზულია გამოცდებსაც მოიცავს სხვათა შორის და ჩემმა კოლეგამ და ცნობილმა ექიმმა მერაბ ვაძუკაშვილმა დანერგა ეს საქართველოში და მოკლედ 5-6 წელია უკვე ყოველწლიურად მიმდინარეობს, ასე რომ ჩვენ ამ კონკრეტული შემთხვევისათვის მზად ვართ. როგორ ხდება ფეხბურთელების რეაბილიტაცია და აღდგენის პროცესი რთული მატჩების შემდეგ და რას მოიცავს ეს პროცესი, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული გაიდლაინები? ხო, აი ძალიან საინტერესო კითხვაა და მადლობა მკითხვისთვის, რატომ? ეს არის საკითხი თანამედროვე სპორტულ მედიცინაში, კონკრეტულად ფეხბურთზე ვისაუბრებ ახლა. თანამედროვე ფეხბურთში რომლის შესახებაც, აი პირდაპირ გეტყვით, მე პირადად ყველაზე მეტი კამათი მიწევს მწვრთნელებთან. ეს საკითხი, აღდგენის საკითხი და კვების საკითხი. ეს ორი საკითხია, რომლის ირგვლივაც ყველაზე მეტი განა მარტო მწვრთნელსა და ექიმს შორის. თვითონ სპორტული მედიცინის ექიმებს შორისაც ამ საკითხის ირგვლივ არის ყველაზე მეტი უთანხმოება. იმიტომ რომ მე კონგრესებზე ვყოფილ ვარ, სადაც გამოსულა დავუშვათ იუვენტუსის ექიმი და უთქვამს, რომ აი თამაშის მერე აი ეს არის კარგი და სწორი და ეს არის არასწორი. ამის შემდეგ გამოსულა დავუშვათ სევილიას ექიმი და უთქვამს აბსოლუტურად პირიქით, რაც ამას უთქვამს, რომ არასწორი, ამას უთქვამს, რომ არა, მე ვაკეთებ. საბოლოოდ მივდივართ ჩემი გამოცდილებით და ჩემი დაკვირვებით, ეხა 2004 წლიდან ფეხბურთში ვარ და აი ეს რაც დამიგროვდა ეს გამოცდილება, იქიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ თავარი არის კონკრეტულად იმ მომენტში იმ წუთში შენ გუნდს რა ჭირდება და იმ ფეხბურთელებს, რომელიც ყავს იმ წუთში, რა არგებთ მას და აქედან უნდა გამოხვიდეს საბოლოოდ რაიმე კონკრეტულად ჩამოყალიბებული წესი ამისა, რომ აი ზუსტად ეს უნდა გააკეთო, არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ზოგადი თეზისები არსებობს და იმას უნდა მიიყვე, იმიტომ რომ ყოლია მე ფეხბურთელები, მათ შორის ძალიან კარგი ფეხბურთელები, გამოცდილი ფეხბურთელები, რომელიც დავუშვათ ისე იყო მიჩვეული, რომ თამაშის წინ ან თამაშის მერე ისეთ აი კვების სახით, ისეთ რაღაცას იღებდა აღსადგენად, რომელიც აი პირდაპირ წერია, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ ისე იყო ის მიჩვეული თავის წლების განმავლობაში, რომ ეს რომ დამეშალა და მე თქვა, რომ არა, ეს არ გააკეთო, შეიძლება უარეს შედეგები მიგვეღო. აღდგენას კონკრეტულად რაც შეეხება თამაშის მერე, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი აღდგენი და ყველაზე კარგი აღდგენი
რაზე კარგიც ჯერ არ გამოგონებულა და ვერც გამოიგონებს ვერავინ, ეს არის ძილი. ამიტომ ჩვენ უზრუნველყოთ ის, რომ თამაშის მერე განსაკუთრებით ფეხბურთელმა ძალიან კარგად გამოიზინოს. თუმცა 50-50-ზე ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ესეთი დატვირთული თამაშის შემდეგ ეს არის ძალიან ძნელი. ძალიან ბევრ ფეხბურთელს უძნელდება თამაშის მერე ძილი და არის ფეხბურთელები, რომლებიც საერთოდ ვერ იძინებენ. ამიტომ ამ ის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმ კუთხით, რომ მათ კონდეთ ნორმალური და სრულფასოვანი ძილი, ეს იქნება დაუშვათ რაღაც თერაპიების გათვალისწინებით, თუ ეს იქნება რაღაც მედიკამენტის პასუხებით. ოღონ ამ მედიკამენტთან მიმართებაში კიდე სიფრთხილეა გამოსაჩენი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირველ რიგში ის მედიკამენტი არ უნდა იყოს აკრძალული და არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული prohibited list, რასაც ქვია დოპინგში და მეორე ძალიან ფრთხილად უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ეს გავს ტიპის პრეპარატები და ერთ ძილზე ვთქვით და ამის შემდეგ მეორე დღეს დაუშვათ არის მთელი რიგი აღდგენილი ღონისძიებები და რეაბილიტაციული ღონისძიებები, რაც უნდა აუცილებლად ფეხბურთელმა გააკეთოს. ეს არის უამრავი პროცედურა იქნება თუ მეთოდი იქნება, მათ შორის ძუნძული, პრესოთერაპია, მასაჟი, წყალქვეშა თერაპია და ასე შემდეგ და მთავარი რა არის? ახლა რომ აღდგენის მთავარი პრინციპი რა არის, რომ ვარჯიშზე თუ თამაშზე მოკლედ რაც დახარჯა და რაც დაუშვათ ჭალებში ძემჟავა დაგროვდა და ამის შედეგად ის მთლიანად უნდა იყოს აღდგენილი უკვე მეორე ვარჯიშისთვის. იმიტომ რომ თუ ისე დავხვდა მეორე ვარჯიშისკენ ეს კიდე დაემატება და იქნება ძალიან ცუდი და ამის შემდეგ იწყება ზუსტად ამ გადაღლების შემდეგ იწყება მთელი რიგი ტრაუმები და მოკლედ მე უფრო რთულდება ეს ყველაფერი. თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა სამედიცინო შტაბსა და მწვრთნელს შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა იყოს. თუ თქვენი დასკვნა და მწვრთნელის ასე რომ ვთქვათ შეხედულება ერთმანეთს შორდება, საბოლოოდ როგორი გადაწყვეტილება მიიღება ვთქვათ ფეხბურთელის თამაშთან დაკავშირებით? ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ზუსტად ეს და გუნდის სწორად ასე ვთქვათ ფუნქციონირების და აი სწორი შედეგის და კარგი სათანადო შედეგის მიღების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის სწორედ ეგ. სწორი კომუნიკაცია მწვრთნელსა და ექიმს შორის. თუ მწვრთნელსა და ექიმს შორის თუ ურთიერთობა არ არსებობს, მაშინ ჯობია ეს ტანდემი საერთოდ არ შედგეს. რატო გეუბნებით? თუ მე როგორც ექიმი მწვრთნელს ვეუბნები, რომ აი ეს არის გასაკეთებელი ასე, რა თქმა უნდა შეუძლია მწვრთნელის კონდეს თავისი შეხედულება და თქვას რაღაცა რომ ასე ხო არ ჯობია, მაგრამ საბოლოოდ ახსნის შედეგად, თუნდაც კამათის შედეგად, ჯანსაღი კამათის შედეგად რაღაც გადაწყვეტილებამდე აუცილებლად უნდა მივიდეთ, რა დროსაც მწვრთნელი გაითვალისწინებს ექიმის ასე ვთქვათ აზრს. თუ მე როგორც მწვრთნელი არ ვითვალისწინებ ექიმის დასთან, ამჯერად ჯობია რომ ეს ექიმი საერთოდ არ მოყავდეს. მე სხვათა შორის მქონია რამოდენიმე შემთხვევა ეგეთი, როდესაც ძალიან დაძაბული თამაშის დროს პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც შევატყვე ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომ რაღაც თავის ტვინის შერყევის მომენტები ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ თქვი, რომ ეს ფეხბურთელი მეორე ტაიმს ვერ არ უნდა გააგრძელოს მოკლედ რა. ეს ფეხბურთელი იყო ძალიან ესეთი საჭირო ფეხბურთელი და ძალიან დიდი წინააღმდეგობაში მოხდა თვითონ ფეხბურთელის მხრიდანაც, იმიტომ რომ მე არაფერი არ მჭირსო, მწვრთნელის მხრიდანაც, დირექტორის მხრიდანაც და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისე უნდა მოხდეს, რომ თუ ისეთი შემთხვევაა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კატეგორიულად ექიმის თქმას, რომ არა, ეს არ შეიძლება, იქ ექიმს უნდა დაექვემდებაროს რომ ყველა. მათ შორის ეხლაც რეგულაციებით უკვე პირდაპირ გაწერილია, რომ აი სათამაშო თამაშის დროს, როდესაც აი თავის ტვინის შერყევა და თავის ტრამვებია, ექიმს შეუძლია მთელი 3 წუთით გააჩეროს თამაში, საჭს პირდაპირ შეუძლია მოთხოვოს, რომ 3 წუთი მჭირდება მოედანზე, რომ ყველაფერი შევამოწმო და ამის მერე მიიღო გადაწყვეტილება, ეს ფეხბურთელი გააგრძელებს თამაშს თუ ასე ვთქვათ, გამოვა თამაშიდან და ამას ყველა არბიტრი უნდა ემორჩილებოდეს და ემორჩილება კიდეც, მაგრამ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ არბიტრს არ ცოდნია ამის შესახებ
ან წესებზე ყველაფერს შეიძლება ზუსტად არის, მაგრამ ეს აუცილებლად არ ცოდნი ამის შესახებ, მაგრამ ეს წესი არსებობს. ეს ერთი და მეორე, გადაწყვეტილებას მოედანზე დაბრუნდეს თუ არა ფეხბურთელი იღებს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი. არც თვითონ ფეხბურთელი, არც მწვრთნელი, არავის, არც საჯი, არავის სხვა. მხოლოდ და მხოლოდ ექიმი. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ეგეთი შემთხვევა ინგლისსა და ურუგვაის თამაშზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატი იყო არ მახსოვს, ალბათ ერთი-ორი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, როდესაც თავის ტრამვის შემდეგ პირდაპირ კადრებია, როგორ აი ბარბაცით დეზორიენტირებულად მოდის ფეხბურთელი, ექიმი ანიშნებს, მწვრთნელს ეს უნდა შევცვალოთ და ფეხბურთელი იწყებს ჩხუბს, არა, არ უნდა შევცვალოთ და მწვრთნელიც უშვებს მოედანზე. ამის შემდეგ იქ მართლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ იქ რო რამე მომხდარიყო, მე საბოლოოდ მაინც ექიმია პასუხისმგებელი. მე ყველა იტყვის, რომ ექიმია, ასე რომ ძალიან გასათვალისწინებელი მომენტია ეს, რომ აი ურთიერთობა უნდა იყოს ჯანსაღი. ესეც ერთგვარი გამოწვევა პროფესიონალ ფეხბურთელებთან ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ სურთ თამაში, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებით არ უნდა ითამაშოთ. მაგრამ თუ გამოარჩევთ აი განსაკუთრებულად სად გეწინააღმდეგებათ თქვენ პროფესიონალი ფეხბურთელები და თუ არის ეგეთი შემთხვევები, სადაც ყველაზე დიდ ასე რომ ვთქვათ გამოწვევას აწყდებით. კი, ყველაზე ესეთი წინააღმდეგობა არის, როდესაც ზუსტად ამის გამო რაღაც კონკრეტული ტრავმის შემდეგ თუ ეს ფეხბურთელი თulis რომ აი დავუშვათ ან ტკივილი აღარ აქვს ან დავუშვათ თუნდაც აი თავის რატო მოსქენი ამ თავის ტრავმას, მაგრამ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე ფეხბურთში, აი პირდაპირ ცალკე გაიდლაინები გამოდის, რომ რა უნდა გაკეთდეს თავის ტრავმის დროს, აი მოედანზე და ყველა სხვა სპორტში და რაგბიში საერთოდ შეუძლიათ რომ გაიყვანონ იქ ტესტები გაუკეთონ და ისევ დააბრუნონ ფეხბურთში ეგრე არ შეიძლება და აი ზუსტად ამ კუთხით, როდესაც დავუშვათ ესეთი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, როდესაც ეტყვი ფეხბურთელს რომ უნდა დაისვენო ერთი კვირა, ის უკვე 2 დღეში კარგად გრძნობს თავს. 2-3 დღეში კარგად გრძნობს და გონია რომ აი ყველაფერი შეუძლია და აუ არა და გადაწყვეტ თამაშია და ამ დროს დიდი ჭალებში ჭიდაობა გიწევს. და ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნით არ დაუჯერებია და სადმე ინდივიდუალურად ვარჯიშია და მე დაურეკია, რომ აი თავბრუსხვევა დამწყო და ასე შემდეგ და ამას მე კუმულაციური ეფექტი აქვს, ანუ მომდევნო ტრამვები უფრო იოლად გემართება შერყევები, ასე რომ დაუჯერეთ ექიმებს. რა თქმა უნდა. ჩვენ რამდენიმე ასე რომ ვთქვათ, ტრამვის შესახებ ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს ფეხბურთში, მაგრამ მთლიანად რომ მიმოვიხილოთ ერთიანად, რა სახის ტრამვებს აწყდებით ფეხბურთში ძირითადად? უნდა დავიწყოთ იქედან, რომ რაოდენ ბევრს უკვის, როცა ვიძახი, მაგრამ სტატისტიკურად ისე რომ ყველაზე ტრამვული სპორტია. ფეხბურთი ყველა სხვა სპორტთან შედარებით გაცილებით ტრამვული სპორტია ფეხბურთი, აი ვიღაცას გონია რომ აი რაგბი უნდა იყოს ყველაზე ტრამვული სპორტი, არა, ეგრე არ არის, ყველაზე ტრამვული სპორტია ფეხბურთი და ეხლა დიდი ნაბიჯებით ასე ვთქვათ, ცუდია, მაგრამ ეწევა ასე ვთქვათ კალათბურთი და ამის შემდეგ მოდის უკვე ტენისი, რაგბი და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა სპორტია და ყველაზე რა თქმა უნდა სპექტრი ამ ტრამვებისა არის მრავალფეროვანი ფეხბურთში. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეს არის კოწვივის ტრამვები, არის მუხლის ტრამვები და ყველაზე მეტი დიდი რაოდენობით რაც არის, ეს არის რბილი ქსოვილების ტრამვები, ეგრეთ წოდებული კუნთების ტრამვები და განსაკუთრებით ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთი, ეგრეთ წოდებული ჰამსტრინგების ტრამვები, რომელიც ძალიან ხშირია და ძალიან ხშირად ემართება განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელებს, რომელსაც დიდი სისწრაფეზე სპრინტების გაკეთება უწევთ, ეს არის განაპირა, ასე ვთქვათ, თავდამსხმელები, განსაკუთრებით და ეხლა უკვე თანამედროვე ფეხბურთში მცველებიც, იმიტომ რომ მცველიც განაპირა მცველებიც აქტიურად ერთვებიან შეტევებში და აი ზუსტად სპრინტის მომენტის დროს ხდება ესე ჰამსტრინგის ტრამვები და ამ კუთხით განსაკუთრებით ძალიან ბევრი რეაბილიტაციის ღონისძიებები არის მოცემული და რეკომენდირებული არის ასევე ეგეთი ნორდიკ ჰამსტრინგი ქვია, რომელიც პირდაპირ ამ ჰამსტრინგების ტრამვების პრევენციისათვის არის ნორვეგიაში შეიმუშავეს და მაგით ქვია ეს მეთოდები და ნუ რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი ტრამვა ამ კუთხით ჩვენ ექიმები ყოველთვის ყველაზე არასასურველი ტრამვა რაც არის, ეს არის წინაჯვარდნაირ იოგის დაზიანება, რომელიც საკმაოდ ხშირი არ არის, მაგრამ
საკმაოდ მაინც გვხვდება, ასე ვთქვათ და რატო? იმიტომ რომ მისი აუცილებლად საოპერაციოა, როდესაც მაღალი ხარისხის დაზიანება ეს ერთი და მეორე მის შემდეგ დაბრუნებას, ასე ვთქვათ, სპორტში ჭირდება ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 8-დან 11 თვემდე. ამიტომ ეს თვითონ ფეხბურთელისთვის არის ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მომენტი. რომ აი და მე სამწუხაროდ შეიძლება რაღაც გართულებები მოყვეს ისეთი, რომ ფეხბურთელი იმ ხარისხით ვეღარ დაბრუნდეს სპორტში, რა ხარისხიც მანამდე ჰქონდათ, ამიტომ მე მთელი რიგი შეიძლება სხვა ტრამვები მოყვეს ამას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ აი ყველანაირი მხარდაჭერა სპორტსმენის ამ დროს ფსიქოლოგიური, რა თქმა უნდა, სამედიცინო რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. რადგან ვისაუბრეთ ტრამვებზე, მინდა ასევე შევეხოთ რა განაპირობებს ფეხბურთელებისადმი ტრამვების მიდრეკილებას. შეიძლება დაემართოს ტრამვა, მალევე გამოკეთდეს, დაბრუნდეს, მაგრამ სწრაფადვე, ასე რომ ვთქვათ, ისე ტრამვიანობა გამოიწვიოს თამაშმა. არის ეს გენეტიკური შეიძლება იყოს არასწორი მკურნალობის თუ რა არის ყველაზე ხშირად გამოწვევი მიზეზი. ძალიან ბევრი მომენტია მან გასათვალისწინებელი და აი წლების განმავლობაში დომინირებდა ეს აზრი, რომ რაღაც დაუშვათ ეს ფეხბურთელი აი მიდრეკილია ტრამვისკენ. რაღაც რადგან იმიტომ იძახდნენ ამას, რომ რადგან ხშირი ტრამვიანობა ჰქონდა. სინამდვილეში ყველაფერი ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩაუკვირდეთ და ცოტა უფრო სიღრმეებში როცა მივყავართ, მაინც საბოლოოდ მივალთ იმ მიზეზამდე, რა მიზეზიც არსებობს ამ ფეხბურთელის განვითარებაში ბავშვობიდან ჩადებული. ეს რა თქმა უნდა თქვენ გენეტიკური ფაქტორი ახსენეთ და ესეც გასათვალისწინებელია მაგ კუთხით რატომ. თანამედროვე უკვე გენეტიკური ანალიზებით უკვე დაბადებიდან ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ თავშოთ ეს თუ მაინც და მაინც სპორტისკენ გვინდა ბავშვის განვითარება და ვფიქრობთ ამისკენ შეგვიძლია უკვე დავადგინოთ ეს ბავშვი უფრო სწრაფი სახეობის სპორტისკენ იქნება მიდრეკილი თუ უფრო ძალოვანი სახის სპორტისკენ ამას დგება ეგრეთ წოდებული კუნთოვანი თეთრი და წითელი ბოჭკოების თანაფარდობის შედეგად რომელიც დავადებიდან გვაქვს ჩვენი ყველას ინდივიდუალური ну რა თქმა უნდა ხა ამ ანალიზებს თავიდან არავინ არ გააკეთებს მაგრამ როდესაც უკვე 5-6 წლის ასაკიდან როდესაც ბავშვი იწყებს ამა თუ იმ სპორტზე მოღვაწეობას ასე ვთქვათ ამის შემდეგ ძალიან ბევრი და ძალიან მომენტია ისეთი რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული და რაც თავარია წვრილმანი აქ არ არსებობს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება მერე ძალიან დიდი დაღი დაასვას ამ მის ასე ვთქვათ კარიერას და რა თქმა უნდა ეს მაინც ის რომ ესა თუ ის ფეხბურთელი იქნება სპორტსმენი იქნება ძალიან ჭყალებში ისე ვიძახი მიდრეკილია ტრამვისკენ ეს საბოლოოდ მაინც მივყავართ იმისკენ რომ მისი ბავშვობიდან კარიერული წინსვლის დროს სადღაც რაღაცეები არ იქნა გათვალისწინებული ან არასწორად იქნა რაღაც გაკეთებული. თუმცა რა თქმა უნდა რაც არ უნდა სწორად ავაკეთოთ ეს ყველაფერი 100%-იანი პრევენცია ძალიან ვახსენე რომ ამისგან თავდაცვა ამისგან რა თქმა უნდა არ არსებობს. ახლა კი მინდა შევეხო სომხეთთან გასამართ უმნიშვნელოვან მატჩებს, როგორც ვიცი ჩეკრებას ნაკრები ხვალ იწყებს და როგორია საქართველოს ნაკრების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური ასე ვთქვათ რუტინა საქმიანობა შეკრების პერიოდში. ხო, მოკლედ რამოდენიმე სიტყვით რო ვთქვათ ეს პროცესი ჩვენ რამოდენიმე კვირით რა თქმა უნდა ფეხბურთელებთან კომუნიკაცია სულ მაქვს მე როგორც ექიმს და თუ რამე ისეთია ყოველთვის მწერენ და მეც აქედან სულ ვკითხულობ მაგრამ განსაკუთრებით ეს ურთიერთობა სადღაც ბოლო უკვე სადღაც 3 კვირამდე როდესაც ერთი თვე უხეშად ვთქვათ დარჩება შეკრებამდე უკვე იწყება ჩვენ შორის ინტენსიური კომუნიკაცია რომ აბა და თვითონ ეს უკვე ისე აქვს მოკლედ ჯამჯდარი რომ თვითონაც მირეკავენ ან მეუნებიან რომ აი ეს პრობლემა მაქვს ეს პრობლემა მაქვს ეს პრობლემა ამას რა თქმა უნდა მე ყველაფერს ამის სუმირებას ვაკეთებ და მე რა თქმა უნდა იმ პერიოდში როდესაც უნდა გამოძახებული უნდა იყოს ესა თუ ის ფეხბურთელი რა თქმა უნდა ყველა ინფორმაციას ვაწყდი
მთავარი წვრთნელს და ამის შემდეგ უკვე იმ ფეხბურთელთან, ჩემთან მთავარი წვრთნელის გადაწყვეტილებით იქნება გამოძახებული ესა თუ ის ფეხბურთელი. ეს პირველი მომენტი, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ საჭიროა კომუნიკაცია მაქვს თითოეული ფეხბურთელის ექიმებთან, თვითონ კლუბში, რომ რა მდგომარეობა, რას ფიქრობთ, თუ ტრავმირებულია, რა ღონისძიებები ტარდება, მაქვს უფლება ამის მოთხოვნის და მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით მართლა პრობლემა არ გვაქვს თვითონ ნებისმიერი კლუბის სამინისტრო პერსონალთან, იმიტომ რომ ყველა ინფორმაციას დროულად ასე ვთქვათ გვაწვდიან. ამის შემდეგ უკვე იწყება მომენტი, როდესაც მთავარ წვრთნელთან შეთანხმებით ვადგენთ გრაფიკს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად გრაფიკი როგორ უნდა იყოს გაწერილი, ეს იქნება საათების მიხედვით, საუზმე, სადილი, ვარჯიში, საათი, ამას მოკლედ ყველაფერი ჩამოწერილი და გამზადებულია წინასწარ. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვიწყებთ იმის მიხედვით, რამხელა არის შეკრება, რამხელა ძელდება იმის მიხედვით ვიწყებთ, ასე ვთქვათ, მომზადებას, ეს იქნება პრეპარატები, თუ რაც გვაქვს მარაგში იმის შევსება, პრეპარატები, შესახვევი მასალები, მთელი რიგი აღდგენითი საშუალებები, კვებითი დანამატები თუ ასე შემდეგ და მათ შორის აპარატურის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ იქ პატარა კლინიკას ვაწყობთ ჩვენ სამედიცინო ოთახში. ამის შემდეგ მოდის შეკრების დღე, მოსულ ფეხბურთელებს წინასწარ ხვდებათ ეს ყველაფერი გამზადებული სამედიცინო ოთახში და იწყება უკვე ყოველდღიური რუტინა, ის 10 დღე იქნება თუ 2 კვირა. დილით გაღვიძება, საუზმე, ღონისძიებები, მერე საღამოს ვარჯიში, მერე ისევ აღდგენითი ღონისძიებები, თუ ღმერთმა არქნას და ვინმე პატარა ტრავმა მიიღო, იმის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ და საბოლოოდ ვემზადებით ყველანი კულმინაციისთვის და კულმინაცია არის თამაში ამ ყველაფერს. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში იყო ხშირი ტრავმიანობა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში უკვე ეს ყველაფერი აღმოიფხვრა და რა, ასე რომ ვთქვათ, ზომები გატარდა თუ როგორ გადაიდგა წინ ნაბიჯები, ასე ვთქვათ. თლად ეგრეც ვერ ვიტყოდი, რომ ტრავმიანობა იყო ხშირი. უბრალოდ არის მომენტები, როდესაც ეგ ჩანს მაშინ, როდესაც ესა თუ ის წამყვანი ფეხბურთელი გაკლდება. მაგ დროს ჩანს ძალიან ისე, რომ აი მაგალითად, როდესაც იყო პერიოდი და ყველა მიცის და დასამალი არაფერი არ არის, რომ აი დავუშვათ გიორგი ჩაკვეტაძე იყო ტოვებდა სანაკრებო შეკრებებს, რატო? იმიტომ რომ ზუსტად ის ტრავმა ჰქონდა, რაც წინ ვახსენე დინაჯვარნიობის დაზიანება და ამის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. ხო და როდესაც ესეთი ფეხბურთელი გაკლდება, უკვე რა თქმა უნდა ტრავმიანობა არის. ხო, რა თქმა უნდა, ტრავმიანობა არის, მაგრამ რამე ისეთი რო ვთქვათ ეხა რომ დავუშვათ ან ჩვენი მისვლის შემდეგ სამედიცინო სტაფში აი გაცილებით ტრავმები შემცირდა და რამე და ეხა რაღაცა ჩემი როლი გავზარდო ამ კუთხით არ მიყვარს ეგეთი რაღაცები თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ პრევენციას ვაკეთებთ იმისათვის რა თქმა უნდა ფიზ მომზადების წვრთნელთან ერთად რომ ეს ტრავმები რა თქმა უნდა მინიმუმ უნდა იქნას დაყვანილი და ღმერთის ადლით რავი ესე ჯერჯერობით ესე ვარ. ესე ამ დროს იციან არის ფეხბურთელებმა და მეც გადამედი. გადაცემის ბოლოს კი მინდა გკითხო თუ თქვენი შეფასებით როგორ ფორმაში ხდება საქართველოს ნაკრები ამ თამაშებს და რა არის თქვენი მოლოდინები? ხო, ფორმაში ძალიან კარგ ფორმაში ხდება მართლა შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო ფორმაში რატო ხა ჩვენი მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელები ძალიან წარმატებულად თამაშობენ. აი გიორგი მიქაუტაძემაც 2 დღის წინ რა გააკეთა ნახეთ ხვიჩა კვარაცხელა ეს საერთოდ არ არის ლაპარაკი გიორგი ჩაკვეტაძე ლუკა დავითაშვილი ყველა რაც თავარი რა არის ხლა თავარი ის არის რომ ყველა ფეხბურთელის რომელიც არის სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბებში მუდმივად თამაშობს თავარი არის ეს რომ კარგ ფორმაში ხვდებით ერთადერთი რასაც გულდასაწყვეტია რა რომ პირველ თამაში ვერ დაგვეხმარება მაგრამ არა მიზეზების გამო ყვითელი ბარათების გამო ხვიჩა კვარაცხელია და ჩვენი გუნდის კაპიტანი და ასე ვთქვათ რავი მოტორი და სული და გული გურამკაშია იმიტომ რომ მისი უბრალოდ ყოფნაც კი მოედანზე და გასახდელში ძალიან დიდ რამეს ნიშნავს ჩვენი ნაკრებისთვის. ამიტომ ეს არის ერთადერთი სამწუხარო, მაგრამ მეორე თამაში რა თქმა უნდა ეს ორივე შემოგვიერთდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ
წარმატებას მივაღწევთ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეხლა სხვათა შორის იანვარში ეს რაც ვახსენე UEFA-ს კონგრესი იყო და იქ ჩემი სომეხი კოლეგა ძალიან დამექადნა და ვაპირებ რომ ვაჩვენო სეირი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო დავით. მადლობა თქვენ. და მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ, ასევე წარმატებები გისურვოთ ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს. თქვენ კი მადლობას გიხდით, რომ უყურებდით ჩვენს ეპიზოდს. მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი ამ პროექტის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და ესეთი კარგი პროექტი რომ გაქვთ ძალიან კარგია მთლიანად საქართველოსთვის და თქმა უნდა ექიმებისათვის და რა ყველასთვის. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა და შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში.